სწრაფი გზავნილი. მოდით ვნახოთ თქვენი მფარველი ძალა, თქვენი მფარველი ენერგია, რა გზავნის გიგზავნის შენ, ის რაც უნდა იცოდე ამ ეტაპისთვის, რას გირჩევს, რა გზავნილი აქვს შენთან მიმართებაში. გახსოვდეს, რომ ნებისმიერი სახის სირთულეებს მოუსდევს გარკვეული სახის ბარიერების გადალახვა, გარკვეული სახის სიტუაციებში მეტად გარკვევადობა და რაც თავარი არის ახლიდან ცხოვრების დაწყება სიტუაციების კუთხით. ნებისმიერი გამოცდა, რომელიც ცხოვრებისეულად სირთულის სახით გეძლევა, ყველაფერი გადალახვადი არის. მეტად გქონდეს იმედი საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, რომ ამ ყველაფერს სირთულეებს გაუმკლავდები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მენტალურ დონეზე, ეს იქნება ფიზიკურ დონეზე გამოვლინება, ეს იქნება ზოგადად მატერიალურ მდგომარეობის გამოვლინება. ნებისმიერი სახის სიტუაციის გადალახვა შესაძლებელი არის, თუ კი საკუთარ თავში ძალისხმევას გამოიჩენ და უფრო მეტად იქნები ორიენტირებული პირად სურვილებზე რა მინდა და როგორ მოვიქცე. რაღაცა მომენტში თუ კი გექნება მეტი თავშეკავებულობა საკუთარ სურვილებთან დაკავშირებით, რომ რაღაცეებზე უარი თქვა და რაღაცეებზე გაიაზრო ის, რომ შეიძლება კონკრეტულმა სიტუაციამ შენ ზიანი მოგაყენოს და დაგაზიანოს სიტუაციური კუთხით, უფრო მეტად იქნება ამისი კარგი სიტუაციები გექნება უფრო მეტად. მომენტებში შეიძლება იმძლავროს შენზე სურვილების მდგომარეობა, ეგოს სიტუაციებმა და ბევრ რაღაცაში უკან დაგწიოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩვენივე გადაწყვეტილებებიდან და ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარეობს. ნებისმიერი სირთულე გადალახვადი არის. გახსოვდეს, რომ მე შენ გვერდით ვარ, ნებისმიერი სახის რთულ სიტუაციაში გაგინათებ გზას, რომელიც შენ ასე თქვა დაგეხმარება სიბნელიდან გამოსვლის მდგომარეობაში, უბრალოდ როდესაც დაგჭირდება დახმარების მომენტი და როდესაც თავს ცუდად იგრძნობ და არა მარტო თავს ცუდად ყოფნის მდგომარეობაში, მომიხმე, თხოვე და მე ყოველთვის გვერდში დაგიდგები და გზას გაგინათებ ისე, როგორც საჭირო არის, ისე, როგორც მოითხოვს სიტუაცია სამართლიანობის თვალსაზრისით. აი ასეთ იყო გზავნილი თქვენი მფარველი ძალისგან, გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და შესაბამისად გქონდეთ ყოველთვის საკუთარი თავისი იმედი და თქვენი მფარველების.